გამარჯობა ეთერში კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. ლიბერალური დემოკრატია როგორც იარაღი, სხვა ქვეყნის მთავრობების დაფინანსება და NGO-ების გავლენა საზოგადოებაზე. შტატების ყოფილი მაღალჩინოსნის სკანდალური ინტერვიუ თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა. ლორენს ვილკერსონი არასამთავრობო ორგანიზაციების რეალურ საქმიანობას ამხელს. ვილკერსონი აცხადებს, რომ NGO სექტორი რეალურად არასამთავრობო მიზნებს, არამედ წლების განმავლობაში უცხო ქვეყნის ჯაშუშურ საქმიანობას ემსახურებოდა. მათ შორის საქართველოშიც. ვილკერსონი ამბობს, რომ ლიბერალურ დემოკრატიას იარაღად წარმატებით იყენებდნენ, რის გამოც ხალხმა უარი თქვა ნეიტრალიტეტზე და ნატოს წევრობა მოინდომეს. ამის მიზეზად კი ვილკერსონი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების დაფინანსებას და არასამთავრობოების გავლენას ასახელებს, რომლებიც მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ საუკეთესო დაცვა არის ლიბერალური დემოკრატია. ქეთი ზანთარაია მუშაობს თემაზე. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი მაღალჩინოსნის სკანდალური ინტერვიუ მმართველი პარტიის ლიდერებისთვის კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რასაც ისინი წლების განმავლობაში საუბრობდნენ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით ეს ინტერვიუ კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ კონკრეტული სქემები მტრული მიზნებისთვის გამოიყენებოდა და მაგალითად საქართველოს შემთხვევაში ირაკლი კობახიძის განცხადებით სწორედ გარკვეული სპეცსამსახურების სქემა იყო ის, რაც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და მან აქცენტი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ აი ამ სქემების გათვალისწინებით და ამ სქემების გეგმა უნდა ყოფილიყო ის, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარებით განვითარებულიყო მოვლენები. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ბოლო 4 წლის განმავლობაში 5 ასეთი სცენარის თავიდან არიდება შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ. სქემები როგორ მუშაობს, ხოლმე კარგად ვიცით, ზოგადად სპეცსამსახურის სქემები, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, როგორ მუშავდებოდა ეს სქემები, როგორ ხდებოდა მათი პრაქტიკაში გამოყენება. ამის მაგალითი იყო 5 რევოლუციის მცდელობა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ გასული 4 წლის განმავლობაში, ხო? შესაბამისად, აქ ყველაფერი სიცოცხლის გულზე დევს, უბრალოდ ახალი ინფორმაცია ვრცელდება ხოლმე ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მანამდე ჩვენ საუბრობდით იგივე USAID-ის და NED-ის ჩართულობაზე და ეს დაადასტურა ტრამპის ადმინისტრაციამ, როგორ ხდებოდა მტრული მიზნებით კონკრეტული სქემების გამოყენება, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ხო, თქვენ გახსოვთ რამხელა აჟიოტაჟი ატახეს, როდესაც ჩვენ დავაინიციერეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი. რეალურად დღეს უკვე ამერიკული ადმინისტრაცია, მისი წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ კონკრეტული მექანიზმები, უცხოური დაფინანსების მექანიზმები გამოიყენებოდა მტრული საქმიანობისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ის სამარცხვინო აჟიოტაჟი, რომელიც მაშინ შექმნეს ხელოვნურად კონკრეტულმა ელჩებმა, კონკრეტულმა მედია საშუალებებმა, კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, კონკრეტულმა NGO-ებმა, ეს იყო მტრული საქმიანობა საქართველოს სტრატეგიული ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაციაც, რომელიც გავრცელდა კონკრეტული მაღალჩინოსნის მხრიდან, არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული სქემები, მათ შორის სპეცსამსახურების ჩართულობით და მათ შორის კონკრეტული ორგანიზაციების ჩართულობით. ის, რაც ბოლო წლებში საქართველოში ხდებოდა და როგორც ვითარდებოდა მოვლენები, ეს ყველაფერი სახელისუფლებო გუნდისთვის არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილი. დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ის, რაზეც ახლა საუბრობს ყოფილი მაღალჩინოსანი ამერიკის შეერთებული შტატებიდან, არის კიდევ ერთი დადასტურება იმის, რომ კონკრეტული ძალები საქართველოში ცდილობდნენ კონკრეტული სქემები და ასევე გეგმით გავლენა მოეხდინათ საზოგადოებრივ აზრზე, რაც შეეხება ხელისუფლების ოპონენტებს. ნაციონალური მოძრაობის წევრები დღეს დეტალების საუბრისგან თავს იკავებდნენ და ამბობდნენ იმასაც, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადება მათთვის უინტერესოა. რაღაცა პოდკასტში ვიღაცამ რაღაცა ილაპარაკა, ეს არასერიოზულია. მოდი სიმართლეს გავუსწოროთ თვალი და რეალური პრობლემების მოგვარებაზე ვიზრუნოთ. ამერიკულ პრობლემებზე დამიჯერეთ ამერიკელები უკეთ იზრუნებენ. ეს აღიარებები მნიშვნელოვანი ბუნებრივია, უპირველესად საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ დაინახოს სად იყო სიმართლე, რეალურად რა ხდებოდა, ვინ თამაშობდა მათ ინტერესებით, ვინ იყენებდა მათ ემოციებს და ჩვენ ამას საზოგადოებასაც უხსენით და დღეს ეს დასტურია პრაქტიკულად, რომ გასული წლების განმავლობაში მათი ინტერესები, მათი ემოციებზე თამაშობდნენ, რომ საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები მიეღწიათ. სამწუხაროდ ეს არ არის ახალი მეთოდი, ეს ის მეთოდია, რასაც სპეცსამსახურები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად იყენებენ და სამწუხაროდ
სამწუხაროდ ეს ამ ტენდენციებს ჩვენ საქართველოშიც ვაკვირდებოდით სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან. კარგია, რომ დღეს ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ასეთ ნაბიჯებს არ ვერ ხედავთ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რეალურად რა ხდებოდა, რა პროცესები იყო, როგორ იყო, რა კამპანიები, მიზანმიმართული კამპანიები ხორციელდებოდა სახელმწიფოს წინააღმდეგ, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, როგორ ხდებოდა საზოგადოების манипулირება და მღელვარების გამოწვევა, მაგრამ რაც კიდევ ერთხელ საზოგადოებამ ასევე უნდა იცოდეს, კარგია რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ ამ წნეხს ვერ ხედავთ, არ ხედავთ და იმედია სწორედ ასეთაც არა ზეწოლით და მსგავსი ტიპის შანტაჟით, არამედ პირიქით მაქსიმალურად თანამშრომლობით გაგრძელდება ორმხრივი ურთიერთობები. მართლ პარტიაში აცხადებენ, რომ ის რაზეც ახლა შტატების ყოფილი მაღალჩინოსანი საუბრობს, წლების განმავლობაში ცდილობდნენ, რომ კარგად დაეფარათ და არ გაემჟღავნებინათ ყოფილი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, თუმცა სახელმწიფო გუნდის და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მსგავსი ინფორმაციები მომავალშიც არაერთი იქნება. თქვენ უსმენთ ქეთი ზანთარაიას. ჩვენ ყიდულობდით მედიებს და არასამთავრობოებს, ისინი სადაზვერვო სააგენტოს მიერ იყვნენ გაფილტრული. აცხადებს შეერთებული შტატების ყოფილი მაღალჩინოსანი. ამერიკელი პოლკოვნიკი და პოლიტიკური ანალიტიკოსი, რომელიც ამერიკის სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის შტაბის უფროსი იყო, ამბობს, რომ ლიბერალურ დემოკრატიას იარაღად იყენებდნენ. ეს გავაკეთეთ საქართველოში, უკრაინაში და ყველგან წარმატებული პროექტი გამოდგა. აცხადებს ვილკერსონი. ჩვენ მყიდულობდით გაზეთების რედაქტორებს, ტელევიზიებს, ზოგადად კომუნიკაციის საშუალებებს, მათ თავს ვახვევდით არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე რომ ეს არ იცოდნენ. ხშირად მათში სადაზვერვო სამსახური იყო ჩანერგილი და ჩვენ მათ ვასწავლიდით. ლიბერალურ დემოკრატიას იარაღად ვიყენებდით. ეს გავაკეთეთ საქართველოში და ფაქტობრივად ყველგან. ძალიან წარმატებულები ვიყავით, მახსოვს. ზოგიერთი მეკითხებოდა, როგორ ფიქრობ, ამ ხალხმა მოულოდნელად რატომ თქვა უარი ნეიტრალიტეტზე და ნატოს წევრობა მოინდომა. გინდათ იცოდეთ პასუხი, რატომ? ჩვენ ავაწყეთ და დავაფინანსეთ მათი მთავრობები. ეს იყო ადრე გამოყენებული მოდელი. ჩვენ ის ევროპისთვის გავაფართოვეთ. CIA-ის ძალები გავაგზავნეთ, ოღონდ არა როგორც დაზვერვის გუნდები ადგილზე. ჩვენ მყავდა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ლიბერალურ დემოკრატიას იყენებდნენ იარაღად, რათა ხალხი დაერწმუნებინათ, რომ პირველი, არავითარი რუსები და მეორე, საუკეთესო დაცვა არის ლიბერალური დემოკრატია. და თუ ეს ლიბერალური დემოკრატია გინდათ, თქვენ უნდა გააკეთოთ ეს და ეს. უპირველეს ყოვლისა, ნატოში უნდა შეხვიდეთ. NGO-ებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმაც. მარკო რუბიოს თქმით, შტატები უცხო ქვეყნებში პროექტების განხორციელებისთვის არ დაიქირავებს და არ დააფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს. რუბიომ განმარტა, რომ უცხო ქვეყნებში NGO-ები ბიზნესის კეთებით და საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევით არიან დაკავებული. ასევე ხშირად ბენეფიციარი ქვეყნის მთავრობებთან კონფლიქტში არიან, რის გამოც სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყნებს პირდაპირ დააფინანსებს. თუ ქვეყნების დახმარებას ვცდილობთ, სახელმწიფოებს უნდა დავეხმაროთ. არ უნდა დავეხმაროთ არასამთავრობოებს, რომ ქვეყანაში შევიდეს და ახალი ბიზნესი მონახოს. სწორედ ამ მოდელს ვანგრევთ, ამას აღარ ვაკეთებთ. აღარ ვაპირებთ მილიარდების დახარჯვას არასამთავრობო ინდუსტრიული კომპლექსის დასაფინანსებლად. მოკლედ, თუ გსურთ ქვეყნის დახმარება, იმუშავეთ ამ ქვეყანასთან და არა მესამე მხარესთან, რომელიც ყველაფერს თავის წესებს მოახვევს თავს. BBC-ს ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო ფილმზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური გამოკითხვაზე უკვე ემყოფებოდა. ინფორმაცია კურიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. სუსში ასევე გამოიკითხა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზაშვილი. გაჟღერებული ბრალდებები კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. პრემიერ-მინისტრის თქმით, BBC-ს ინფორმაცია აბსოლუტური აბსურდი და სპეცსამსახურების ხელწერით მოგონილი ტყუილია. თემას განავრცობს პირდაპირ ეთერში ლელა ჯავახიშვილი. ლელა ეთერში ხარ. სკანდალი უკვე ჩაშლილია, აცხადებს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც BBC-ს სიუჟეტთან დაკავშირებით დღეს მედიის არაერთ შეკითხვას უპასუხა. ირაკლი კობახიძის თქმით, სპეცსამსახურების ხელწერა გაშიფრულია, BBC-ს მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს კი უკვე რამდენიმე დღეა ვერც ერთი არგუმენტი ამყარებს. პრემიერმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა იმაზეც, თუ რომელ წლებში განხორციელდა გარკვეული ნივთიერების შეძენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ამბობს, რომ ყველაფერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიება ადგენს, მათ შორის იმასაც კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში.
სწორედ რომ სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელდა ის სიუჟეტიც, რომელიც კონკრეტულმა ტელევიზიამ BBC-მ გავრცელა. ყველა ძალიან კარგად მოიხსენება, რომ ეს არის აბსოლუტური აბსურდი. სტატისტიკა შეგიძლიათ ამოიღოთ იმ დღეებიდან, მაგალითად როგორი იყო მიმართვიანობის სტატისტიკა და რას უკავშირდებოდა ეს მიმართვიანობა. ერთი დღე ჰქონდათ მცდელობა, რომ აჟიოტაჟი აეტეხათ ამასთან დაკავშირებით, თუმცა ესეც ვერ მოახერხეს. რაც შეეხება გამოძიებას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მათ შორის უნდა გამოიკვეთოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობაც, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ტყუილის გავრცელებაში. ხო, დანარჩენი ყველაფერი არის აბსურდი. სკანდალო აქ არაფერი არ არის. 2009 წელს იქნა შეძენილი გარკვეული ნივთიერება, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა როგორც 2009-ში 7-დან სხვათა შორის 2007 წელს, 8 წელს, 9 წელს, 10-ში და შემდეგ ჯერ 7-ში, მერე 9-ში. ორი სხვადასხვა შესყიდვა განხორციელდა. 8-ში, 9-ში, 10-ში, მერე 2019-ში, 20-ში და შემდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული ნივთიერება, რომელიც იქნა შეძენილი 2007 და 2009 წლებში. როდესაც ადამიანებს მიმართვიანობა არ ქონდათ და ერთადერთი შეგრცათ ხელში ის, რომ ვიღაცის თუთიყუს ბუმბულები გაცვივდა. ნუ ღარესდებით თუთიყუშიდან სკანდალი შექმნეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, იყენებდა კონკრეტულ ნივთიერებას, იყენებდა კონკრეტულ გამხსნელს, კონკრეტულ ნივთიერებას, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე. დანარჩენს გამოძიება შეისწავლის, მაგრამ თქვენ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ერთადერთი არ ვიცი, შეიძლება თქვენი პარტიის კონკრეტულ ლიდერებს, მაგალითად ვანო მერაბიშვილს შეექმნას გარკვეული პრობლემა, თუ მან შეიძინა რაღაც ისეთი, რაც არ უნდა შეეძინა თეორიულად ლაპარაკობ ამაზე. მეტი არაფერი. დანარჩენი ყველაფერი იქნება კარგად, თქვენი რესპონდენტის თუთიყუში ჩათვლით. მამაშვილ ჩახუნაშვილებს როცა ეყრდნობა BBC, ეს უკვე ტრაგიკულ მდგომარეობაზე მიუთითებს, რაც არის შექმნილი ამ კონკრეტულ ტელევიზიაში, ხო? კიდევ ერთხელ გაიმეორებ, რომ არაფრიდან სკანდალს ვერ შექმნით. სკანდალი უკვე ჩაშლილია. რაც შეეხება გამოძიებას სხვადასხვა მიმართულებით წარიმართება, მათ შორის ეროვნული ინტერესების საზიანო საქმიანობაში ვინ იყო ჩართული, შეგინებულად ავრცელებდნენ ისინი ამ ცრუ ინფორმაციას თუ რას აკეთებდნენ და ამ შემდეგ ამ ყველაფერს გაეცემა პასუხი. ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა ის, რომ ის ფხვნილი და სხვა საშუალებები, რომლებიც იქნა გამოყენებული, შეძენილი იქნა დიახ 2009 წელს და 2007 წელს. ვახტანგ გომელაური არ არის ქიმიკოსი, რომ 2007 წელს და 2009 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა. ფხვნილის შემცველობასთან დაკავშირებით 2007 წელს და 2009 წელს იქნა მიღებული გადაწყვეტილება. BBC-ს მიერ გააჟღერებულ ინფორმაციასა და მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით სუსმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო, რასაც ოპოზიცია ფაქტობრივად უნდობლობას უცხადებს. პარალელურად კი მაგალითად გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდს აქვს თავად ინიციატივა შექმნას ამ საკითხზე პარლამენტში საგამოძიებო კომისია. შესაბამისი დადგენილების პროექტი ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა უკვე დაარეგისტრირა საკანონმდებლო ორგანოში, თუმცა ამ ინიციატივას სავარაუდოდ უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნება. დავაინიცირებთ უახლოეს ბიუროს ხდომაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიზნით. ყველაზე მეტად გამაძლიერებელი ეფექტი ექნება ადგილობრივ გამოძიებას, რომელიც უნდა ჩატარდეს საგამოძიებო კომისიის ფორმატში. ამიტომაც ვითხოვთ ჩვენ ამ საგამოძიებო კომისიას, რომელიც ქმედით და ძალიან მნიშვნელოვან დასკვნებს დადებს საერთაშორისო რეპუტაციული ზიანი მოგვაყენეს აი ამ ყველაფრით ჩვენს ქვეყანას და საერთაშორისო მიმართულებითაც რომ ადამიანებმა გაიგონ რომ ჩვენ შეგვიძლია აქ გამოვიძიოთ ესეთი ფაქტები. გახარიას არაკომპეტენტური პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც პარლამენტში საქმიანობს, ნამდვილად არ მიმაჩნია იმაზე უფრო მაღალ სარწმუნო წყაროთ, ვიდრე საგამოძიებო სტრუქტურები, რომელიც ისედაც დაკავებული არის ამ პროცესით. მით უფრო ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ მათ აქვთ რაიმე პოლიტიკური ინტერესი, რომ ობიექტური დასკვნებით და გააკეთონ ამ ყველაფრიდან. შეუძლიათ, რომ ააგორონ ეს ბინძური კამპანია BBC-ს მეშვეობით, ესეთი მაღალ რეიტინგული მედია საშუალების დახმარებით, თუმცა აქ ადგილზე ყავთ მოკავშირე ეს სექტანტი ადამიანები, ვინც BBC-ს მთლიანად აგორებულ ნარატივს წყალშეყრიან იმით, რომ ერთადერთი დამადასტურებელი აქვთ თუთიყუშს, რომ დაცვიდა ბუმბული, რომ ძაღლი არ მიეკარა და არ მოეფერა პატრონს და ხეებს, რომ ფოთლები დაცვიდა. ეს არის არგუმენტი, რომელზეც დააფუძნა BBC-მ თავისი სტატია და ის უბინძურესი სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელ ოპერაციასაც არ გააჩნია არანაირი საფუძველი. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვები გრძელდება. ცნობილი გახდა, რომ დღეს გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი. მადლობა ლელა, თქვენ უსმენთ ლელა ჯავახიშვილს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ჩახუნაშვილების მიერ მომზადებულ კვლევას პოლიტიზირებულად აფასებს. სპეციალისტების გაერთიანებულ სხდომაზე შედგა ოქმი, სადაც ვკითხულობთ, რომ კვლევის მიზნის ასეთი დასახვა მიუთითებს, რომ ავტორებს სურდათ შეესწავლათ მხოლოდ სიმპტომები და ამისთვის აერჩიეს კვლევის ტრივიალური მეთოდები. ასევე ოქმში ვკითხულობთ, რომ კვლევას არ აქვს საკმარისი მეცნიერული სარწმუნოება ტოქსიური ეფექტების მიზეშედეგობრივი დადასტურებისთვის. ვერ უზრუნველყოფს ტოქსიკოლოგიური მექანიზმის ახსნას და შესაბამისად ჩატარებული კვლევის შედეგები სამეცნიერო მტკიცებულებას არ წარმოადგენს. ოქმის მიხედვით კვლევა უნდა შეფასდეს როგორც აღწერილობითი მასალა. კვლევაზე უფრო ვრცლად ისაუბრებს ნანა გოგატაძე, ის შემოერთდება ახლა კურიერის პირდაპირ ეთერს. ნანა, გისმენთ. პოლიტიკური და არა სამედიცინო მიზნით შექმნილი ნაშრომი ასე აფასებენ პროფესორები და ტოქსიკოლოგები ჩახუნაშვილების მიერ მომზადებულ კვლევას და ამბობენ, რომ ეს არ არის სამედიცინო კვლევა, ნაშრომი, რომელიც შესაძლოა მტკიცებულებად იყოს გამოყენებული, არამედ არის უბრალოდ აღწერილობა. ვინაიდან პროფესორების განმარტებით ავტორებმა კვლევაზე მუშაობის დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპი დაარღვიეს, როგორიც არის მაგალითად ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და კვალიფიკაცია, ვინაიდან მათივე შეფასებით ტოქსიკოლოგიური კვლევა ჩაატარეს პედიატრებმა და ასევე კვლევის პირველი ნაწილი სრულად არის პოლიტიზირებული და პროფესორთა ნაწილი ამბობს, რომ მსგავსი კვლევა მათ პრაქტიკაში საერთოდ არ უნახავთ. გარდა ამისა, ექიმები ყურადღებას ამახვილებენ იმ სიმპტომებზე, რომელიც აღწერილია ჩახუნაშვილების ნაშრომში და ამბობენ, რომ მსგავსი სიმპტომები შესაძლოა ნებისმიერ ჯანმრთელ ადამიანს ჰქონდეს და საერთოდ არ იყოს ეს მაგალითად დაკავშირებული საპროტესტო აქციასთან და იქ გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებთან. რაც შეეხება უშუალოდ ქიმიურ ნივთიერებას, რომლის გამოყენებასაც BBC აბრალებს საქართველოს ხელისუფლებას, ამას ექიმები პრინციპში გამორიცხავენ და რამდენიმე არგუმენტი მოჰყავთ. პირველი ის, რომ კამიტი პრაქტიკულად არ იხსნება წყალში და შეუძლებელი იქნებოდა მისი წყლის ჭალში გაზავება. გარდა ამისა, ამბობენ, რომ გაცილებით უფრო მძიმე შედეგებს მოიტანდა და მძიმე ზიანს მიაყენებდა ადამიანებს, იქნებოდა მაღალი მიმართვიანობა სამედიცინო დაწესებულებებში, თუმცა პროფესორების განცხადებით მსგავსი ჩივილებით სამედიცინო დაწესებულებაში არც ერთი ადამიანი არ მისულა. ამგვარი სამედიცინო ნაშრომი არ მინახავს, რომ ესეთი შესავალში მთლიან პოლიტიკურ ასპექტს ეძღვნებოდეს. და გასაგებიც არის ეს არის სწორედ მაგ მიზნით დაწერილი და არა სამეცნიერო მიზნით დაწერილი. მას არ გააჩნია მტკიცებულება და ღირებულება. უბრალოდ რაღაც ვარაუდევს გამოთქვა. აღნიშნული იმას, რომ რადგანაც ეს გამოკითხვა იყო, გამოკითხვა სუბიექტურია და პასუხი შეიძლება მიკერძოებული იყოს. ის რაც გამოყენებული იყო პაციენტის მდგომარეობის შესაფასებლად, აუჩათ ეს ელექტროკარდიოგრამის ცვლილებები იყო, რაც აღნიშნა, რომ რაღაც განსხვავება ნახეს. უცნობია საერთოდ ამ პაციენტების ანამნეზი. იყო თუ არა ეს ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები მანამდეც, ვიდრე ესენი ამ მიტინგებზე მივიდოდნენ. ასე რომ აქაც არ დასტურდება, რომ რაღაც გავლენა იქონია მიტინგებზე მოსვლა. ჩატარებული კვლევები არ შეესაბამება ტოქსიკოლოგიურ მიმოხილვას. ბუნებრივია, არ იყო სპეციალისტი, ვინც ეს მოაგროვა. ამ დოზით რომ ბენზილციანიდის ექსპოზიცია მომხდარიყო, ჩვენი ჩართულობის გარეშე გამოჯამრთელება შეუძლებელი იქნებოდა. არ დაფიქსირებულა არც ერთი კლინიკური გამოვლინება. აღნიშნული აღწერილობები თავისუფლად შეიძლება ქონდეს ჯამრთელ პირებსაც. კამიტის ზემოქმედების შემთხვევაში ადამიანებს ექნებოდათ უფრო მძიმე დაზიანება. ეს არის ასე ვთქვათ კომბინირებული ნაერთი, რომელსაც შეუძლია აქტიურად დააზიანოს როგორც მხედველობა, ასევე კანის დაზიანება იმდენად ღრმა, რომ დამწრობების სახით ჩანს და ვიზუალურადაც შესაძლებელი გახდებოდა მისი ხილვა. შეიძლება ვინმეს აქვს ეს გამოვლენილი კანის სიწითლე ან სხვა შემთხვევაში, მაგრამ წყლის ჭავლით მიწოდებული გამღიზიანებელმა შეიძლება ზედაპირული დაზიანება გამოიწვიოს. სუდად იხსნება პრაქტიკულად არ და გაფრქვევის საშუალებას არ მოგცემდა კამიტი, ესე აქტიურად. ეს სტატია გარკვეულწილად კარგი, ისე ვთქვათ, ნიმუშია ჩემთვის და დოკუმენტაცია, რომ ექსპოზიცია მოხდა ნოემბერში და მარტსა და იანვარში არსებული ის ჩივილები გარკვეულწილად იმდენად არ შეესაბამება კამეტის კლინიკას, თავისუფლად შემიძლია ეჭვის დონეზე გამოვთქვათ.
ეგრეთ წოდებული საგამოძიებო ფილმი BBC-მ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა და საქართველოს ხელისუფლებას მძიმე ქიმიური ნივთიერების კამიტის გამოყენებაში დასდო ბრალი. მტკიცებულების სახით კი ამ ფილმში მოყვანილია ჩახუნაშვილების კვლევა, თუმცა გუშინ უკვე სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა დაადასტურა, რომ ეს კვლევა არ არის სამედიცინო მტკიცებულება, არამედ არის აღწერილობა. მადლობა ნანუჩი, თქვენ უსმენდით ნანა გოგატაძეს. BBC-ს ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო ფილმს ბრიფინგით გამოეხმაურნენ მემარცხენე ალიანსში. პარტიაში აცხადებენ, რომ მას შემდეგ რაც ოპოზიციამ შიდა რესურსი ამოწურა, ახლა გარე ძალები ქვეყანაში დესტაბილიზაციას, დეზინფორმაციით და ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ. უკრაინიზაცია არ გამოუვიდათ და ახლა ერაყიზაციას ცდილობენ საქართველოში. ამას ქვეყნის საზღვრებს გარედან აფინანსებს და დირიჟორობს პოლიტიკურ კრიმინალური დაჯგუფება Deep State. ჩვენებს ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას ამ მასშტაბის ოპერაციის ჩატარების გონებრივი რესურსი არ გააჩნიათ, ჩვენები მხოლოდ მარიონეტებად თუ გამოდგებიან. მას შემდეგ რაც რუსთაველისგან მაედანი არ გამოუვიდათ, როგორც ერაყში ზუსტად იგივე სცენარით დაიწყეს ბეგეგმის განხორციელება. მსოფლიოში ცნობილმა ტელეარხმა BBC-მ მოამზადა სიცრუით გაჯერებული ჟურნალისტი. ჭყალებში გულის ამაჩუყებელი სიუჟეტი, სადაც აჩვენებენ გულანთებულ ახალგაზრდა ოპოზიციონერებს, როგორ აწამებს და სასიკვდილოდ სწამლას ჭყალებში პრორუსი ხელისუფლება. იგეგმება BBC-ს უპრეცედენტო მასშტაბის სიცრუის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანა. ვენაში ეუთოს მინისტერიალი გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს მართავს. მაკაბოჭორიშვილი დღეს შეხვდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, მალტის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. შეხვედრებზე განიხილეს ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობის, პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გააქტიურების საკითხები. იზი ბურნაძე აშუქებს მაკაბოჭორიშვილის ვიზიტს ვენაში. იზი ის შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრი და რაზე ისაუბრეს მხარეებმა ორმხრივ შეხვედრებზე. საქართველოს საგარეო პრიორიტეტზე ქვეყნის პირველი დიპლომატი ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში დიალოგს განაგრძობს. ეუთოს მინისტერიალის 32 შეხვედრის პარალელურად მაკა ბოჭორიშვილი მაღალი დონის შეხვედრებს მართავს კოლეგებთან. საგარეო საქმეთა მინისტრი უკვე შეხვდა მალტის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პირველ დიპლომატებს, ასევე შეხვედრა გაიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან. ყველა შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს პრიორიტეტული საკითხები, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე და რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის. მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მაკა ბოჭორიშვილმა მედიასთან შეაჯამა ორმხრივი შეხვედრები და საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ყველა საუბრობს შეხვედრისას დიალოგის აუცილებლობაზე, თუმცა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბას ბრიუსელის მხრიდან ჰქონდეს მხარდაჭერა. რაც შეეხება რეგიონულ კონტექსტს, შეხვედრებზე აღინიშნა საქართველოს როლი ქვეყნის, რომელიც არის დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის. რაც შეეხება ამ დღევანდელ შეხვედრებს, საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს ქვეყანაში ბრუნდება პოზიტიური შედეგებით. ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობებზე, ასევე ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგზე. ერთი რამ, რაც სალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ხაზს უსვამს დიალოგის მნიშვნელობას და საქართველოსთან ჩართულობის აუცილებლობას, რაც თავის მხრივ ბუნებრივია, უნდა იყოს ბრიუსელის მხრიდან მხარდაჭერილი. ჩვენ ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების. ეს მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცებისთვის. რა თქმა უნდა, ამ ფორმატში ასევე საჭიროა, რომ კარგად ჩანდეს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის ურთიერთობების დინამიკა, ის პოზიტიური განვითარებები, რაც არის ჩვენს რეგიონში და ასევე ჩვენი რეგიონის როლი ზოგადად დაკავშირებადობის კუთხით, როდესაც საუბრობთ ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის დაკავშირებადობაზე. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობები ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან. ესეც კარგი შესაძლებლობა იყო, რომ გვესაუბრა სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან საქართველოსთან ურთიერთობებზე, საქართველოს როლზე, ასევე მათი დაკავშირებადობის კუთხით.
EUTOS-32 მინისტერიალი ავსტრიის დედაქალაქში დღეს დასრულდება. რამდენიმე წუთში შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაკეთდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თავმჯდომარის სტატუსს ფინეთისგან გადაიბარებს შვეიცარია და ამ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ერთი წლით დაემშვიდობებიან. ვენაში EUTOS მინისტერიალს აშუქებს იზი ბურნაძე. 2026 წლიდან სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება სრულიად უფასო. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. სიახლე ეხება მათ, ვინც ჩააბარებს მომდევნო და შემდეგ წლებში. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ეტაპობრივად დაინერგება სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემაში. ჩვენ გქონდა მნიშვნელოვანი შეკრება, განვიხილეთ ეს საკითხი მთავრობის ფორმატშიც და პოლიტიკური საბჭოს ფორმატშიც და მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ შემდეგი მიღებიდან 2026 წლის მიღებიდან უკვე სტუდენტებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა იქნება სრულიად უფასო, ანუ ვინც ჩააბარებს მომდევნო წლიდან და მის შემდეგ წლებში უმაღლეს სასწავლებლებში, სახელმწიფო სასწავლებლებში ყველასთვის სწავლა იქნება უფასო. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება და ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, ეს ცვლილება დაინერგება სახელმწიფო საუნივერსიტეტო სისტემაში. ახალი ბინები დევნილი ოჯახებისთვის სრულად გარემონტებული 762 ბინა თბილისში ახლა დაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში დევნილებს გადაეცათ. თვალჭრელიძის ქუჩაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს. უკვე დასრულდა 4 კორპუსის მშენებლობა, სადაც ახალი ბინები ეგრეთ წოდებული კომპაქტური განსახლების შენობებში მცხოვრებ დევნილებს გადაეცათ. კომპლექსის მშენებლობა სრულად 2026 წელს დასრულდება და ჯამში 2426 დევნილი ოჯახი განსახლდება. მარიამ კოპალეშვილი დაესწრო ბინების გადაცემის საზეიმო ღონისძიებას და ის შემოგვერთდება ახლა პირდაპირ ეთერში. მარიამ, გისმენთ. 762 დევნილ ოჯახს ახალი ბინის გასაღები უკვე გადაეცა საზეიმო ღონისძიება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა სწორედ დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე და სახელმწიფო მიდგომებზე. დღეს პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა თუ როგორი იყო სახელმწიფოს მიდგომა წინა ხელისუფლების დროს დევნილ მოსახლეობასთან მიმართებაში, გაიხსენა თუ როგორ ხდებოდა მათი გამოსახლება, მათ შორის ძალის გამოყენებით და თქვა, რომ ეს მიდგომა არის რადიკალურად შეცვლილი ქართული ოცნების მმართველობის პირობებში. სახელმწიფოსთვის დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე ზრუნვა გახდა ერთ-ერთი პრიორიტეტი, როგორც ამას პრემიერ-მინისტრი ამბობს და დღევანდელი დღეც სწორედ ამის ერთ-ერთი დასტურია. დღეს თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე 762 დევნილ ოჯახს ახალ სრულად გარემონტებულ საცხოვრებელ ბინას გადავწევთ. ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ 762 ოჯახისთვის ცხოვრების ახალი, ღირსეული და სტაბილური ეტაპი დაიწყება. ყველას კარგად გვახსოვს, რომ როდესაც დევნილების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკა იყო უსამართლო და უფრო მეტიც ხშირად ღირსების შემლახავი, გვახსოვს პერიოდი, როდესაც დევნილებს ძალის გამოყენებით ასახლებდნენ, ხოლო თბილისში მათთვის ბინების მშენებლობა საერთოდ აკრძალული იყო. ჩვენ ეს დავასრულეთ, ეს ბანკიერი პრაქტიკა დავასრულეთ. ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დევნილებს ზრუნვა გახდა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენი მიდგომა არის მკაფიო, ვიდრე თითოეული დევნილი ოჯახის საკუთარ სახლს არ დაუბრუნდება, სახელმწიფომ უნდა შეგიქმნა ცხოვრების ღირსეული პირობები თითოეულ თქვენგანს. ამ მიდგომას აქვს კონკრეტული ხელშესახების შედეგები. თუ 2012 წლამდე საცხოვრებელი მხოლოდ 19000-მდე ოჯახს გადაეცა, 2012 წლის შემდეგ ჩვენ ეს რიცხვი გავაორმაგეთ და ბინა უკვე 42000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო. პარალელურად წარმატებით გრძელდება პროგრამა სოფლად სახლი, რომლის ფარგლებში 13000-ზე მეტმა ოჯახმა უკვე შეიძინა კერძო სახლი საკუთარი მიწის ნაკვეთით, მათგან 2400-ზე მეტმა მხოლოდ მიმდინარე წელს შეიძინა ასეთი სახლები. კიდევ უფრო თვალსაჩინოა სხვაობა ფინანსური თვალსაზრისით, თუ 2012 წელს სამმართველობით ბიუჯეტის დაფინანსება მხოლოდ 25 მილიონი ლარი იყო, 2025 წლისთვის ის თითქმის 10-ჯერ გაიზარდა და ახლა 240 მილიონ ლარს შეადგენს. მასშტაბური მშენებლობები მთელს ქვეყანაში მიმდინარეობს. სულ ახლახან ქუთაისში 850-ზე მეტმა ოჯახმა იზემა ახალმოსახლეობა, მალე რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში კიდევ 2700 ოჯახი მიიღებს ბინას. ჩვენი საბოლოო მიზანია უახლოეს წლებში საქართველოში აღარ დარჩეს არც ერთი ავარიული ეგრეთ წოდებული კომპაქტური ჩასახლების ობიექტი.
ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას დევნილ ოჯახებს ულოცავს დედაქალაქის მერიც კახაკალაძე ამბობს, რომ მათთვის სრულფასოვანი პირობების შექმნა არის მნიშვნელოვანი და ამას მოწმობს ისიც, რომ აქ ადგილზე კორპუსების მშენებლობის გარდა მოეწყობა მათი ცხოვრების კიდევ უფრო გაუმჯობესებისთვის, მაგალითად სპორტული მოედნები, სტადიონები, ბავშვთა სივრცეები. დღევანდელ ღონისძიებას აფასებს ასევე დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მისი უწყებისთვის, მისი სამინისტროსთვის ამ მიმართულებით მუშაობა რჩება ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად. დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რისი დასტურიც არის დღევანდელი დღე. გახსოვთ ალბათ, როგორი დისკრიმინირებული მიდგომა ჰქონდა წინა ხელისუფლებას დევნილთა მიმართ. როგორი მდგომარეობა იყო ბინების მშენებლობის მიმართ, დაკანონებების მიმართ და აღარ გავაგრძელებ ამაზე საუბარს, თუ როგორი ვითარება იყო წლების მანძილზე აღნიშნული მიმართულებით. დღეს 762 დევნილი ოჯახისთვის ცხოვრების ახალი, ბედნიერი ეტაპი იწყება. მათ თვალჭრელიძის ქუჩაზე ახალ აშენებულ თანამედროვე სტანდარტის მქონე 4 საცხოვრებელ კომპლექსში სრულად გარემონტებული ახალი ბინები გადაეცემათ. საბოლოოდ კი იცით, რომ კიდევ 7 ახალი კორპუსი აშენდება და ჯამში 2426 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით. ასევე სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ტერიტორია რა თქმა უნდა იქნება სრულად მოწესრიგებული, საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში მოეწყობა სტადიონები, ბავშვთა გასართობი მოედნები. ამ ხელისუფლების პირობებში ბინით დაკმაყოფილების მაჩვენებელი გაიზარდა რამდენჯერმე. ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი და ყველაზე მეტად ღირებული მხარდაჭერაა ჩვენი დევნილი მოსახლეობისა. დღევანდელი დღე მართლაც გამორჩეულია აქ ამ სახლის ახალი მაცხოვრებელი ოჯახების ცხოვრებაში უპირველესად. დღესასწაულის უფევს თითოეულ ამ ოჯახში და გვაქვს საფუძველი მთელს ქვეყანას, რომ ზეიმობდეთ ამ ოჯახების ბედნიერებას, აღტაცებულები ვიყოთ მათი ამ დიდი სიხარულით. თითოეული ამ ოჯახისთვის დიდი ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს მნიშვნელოვანი შენაძენი. თითოეული მათგანისთვის ყოფილიყოს ოცნებების ასრულების საწინდარი, რომელთა შორისაც ყველაზე სანუკვარია. თითოეული ქართველისთვის და ამ ქვეყნის თითოეული გულშემატკივრისთვის სანუკვარია ოცნება, რომ მალე საქართველო გახდება ერთიანი. დიახ, ჩვენ ყველას გვწამს, რომ შორს არ არის ის ბედნიერი დღე, როდესაც სწორედ ეს ოჯახები თავთავიანთ მიწა-წყალზე დაბრუნდებიან, თავთავიანთ ნამდვილ სახლებში დაბრუნდებიან და ერთიან საქართველოში, აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად იცხოვრებენ მშვიდობიანად. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომლის ჯამური ღირებულებაც 253 მილიონ ლარს აჭარბებს. საბოლოო ჯამში კი პროექტი დასრულდება მომდევნო წლის გაზაფხულზე, როდესაც 2400-ზე მეტი ოჯახი ახლად აშენებულ კორპუსში გარემონტებულ ახალ საცხოვრებელ სახლს მიიღებს. მადლობა მარიამ, თქვენ უსმენთ მარიამ კოპალეიშვილს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით 75 პირი დააკავეს. მასშტაბური სპეცოპერაციები შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 48 საათში ჩაატარა. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათ ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაცია და რეალიზაციის ხელშეწყობა. მიტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება. დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაცია და რეალიზაციის ხელშეწყობა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები დადასტურდა, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სისტემატურად ახდენდა. ისინი რეალიზაციისთვის სხვადასხვა გზებსა და მეთოდებს მიმართავდნენ. სამართალ დამცველებმა ბრალდებულების პირადი ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების შრიკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან მივტკიცებათ ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის კოკაინი, ჰეროინი, ალფა PVP, MDMA, მეთადონი, სუბოტექსი, ბუპრენორფინი, პრეგაბალინი, ლირიკა და მარიხუანა. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია წესასწრული იარაღები, ნარკოტიკული საშუალებების დაფასებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის არიან ინდოეთის, ირანის, სუდანის, ბანგლადეშის, ნეპალის, ნიგერიის, თურქეთის, თურქმენეთის, ეგვიპტის, ლიბანის, იორდანიის, ჩინეთის, ქუვეითის და რუსეთის მოქალაქეები. დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. რეკლამის შემდეგ კურიერი ეთერში ბრუნდება, განვაგრძობთ გამოშვებას. ომი გრძელდება უკრაინაში. ხერსონის ელექტროსადგურზე რუსეთის თავდასხმის შედეგად თანამშრომლები დაშავდნენ, რასაც მალევე ომში მყოფი ქვეყნის საპასუხო იერიშები მოჰყვა. უკრაინული დრონები გამოჩნდნენ უკრაინულ ოლქებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასულ ღამეს სულ 44 უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ შეერთებულ შტატებში ამერიკა უკრაინის დელეგაციის შეხვედრა დასრულდა. მხარეებმა ომის დასრულების გეგმაზე ემშელეს. განცხადება მშვიდობის პერსპექტივებზე უკვე გააკეთა კრემლის ლიდერმა. ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ დათმობები ტერიტორიულ საკითხებში არ იქნება. ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში თუ უკრაინა არ დათმობს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს, რუსეთი მათ სამხედრო თუ სხვა გზით მაინც დაიპყრობს. ბრიუსელში მიმდინარე კორუფციული სკანდალის ყურადღების ცენტრში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში მოქმედი უმაღლესი წარმომადგენელი მოექცა. წერს ბერლინ საიტუნგი გერმანულ გაზეთში. გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური, რომელსაც კალასი დაახლოებით 1 წელი ახელმძღვანელობს, ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე გაუმჭვირვალე სააგენტოდ ითვლება. მისი თანამშრომლების ნაწილი კი კრიტიკულად აფასებს კალასის მცდელობას სკანდალისგან დისტანცირება მოახდინოს. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ Deep State მის განადგურებას ცდილობდა. გაერთიანებული სამეფოს ექს-პრემიერმა YouTube-ზე საკუთარი საავტორო შოუს დაწყებაც დაანონსა. ტრასის თქმით, მას სურს მედია სივრცეში ეს გადაცემა კონტრრევოლუციის სახლი გახდეს. ლიstrasმა 2022 წელს თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებში ინგლისის ბანკი, ფინანსთა სამინისტრო და საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისი დაადანაშაულა. In 2022 წელს დავკარგე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ვცდილობდი გადამერჩინა ჩვენი ქვეყანა იმ კატასტროფული მდგომარეობიდან, რომელშიც ის ახლა იმყოფება. ბაზრის კრიზისი ჩემი ბრალი არ ყოფილა, მე დამაბრალეს. Deep State მედიაში და პოლიტიკაში მის მოკავშირეებთან ერთად ჩემს განადგურებას ცდილობდა. რადგან მე 10 წლეულების მანძილზე მათ მიერ მართულ მარცხს შევეწინააღმდეგე. დავბრუნდი და გამოვააშკარავებ იმ ადამიანებს, ვინც მე ჩამომაგდო, დავუპირისპირდები Deep State-ს, ვიტყვი სიმართლეს იმის შესახებ, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და მთელს დასავლეთში. ჩინეთმა და საფრანგეთმა უნდა იმუშაონ ჩინეთ ევროკავშირის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეწყობასა და შენარჩუნებას. განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ფრანგ კოლეგასთან ემანუელ მაკრონთან შეხვედრის დროს. ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთი და ჩინეთი ინარჩუნებენ მჭიდრო ვაჭრობას, ყოველთვის ენდობიან და პატივს სცემენ ერთმანეთს. მისი თქმით, საფრანგეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან ურთიერთობებს, მტკიცედ იცავს ერთიანი ჩინეთის პოლიტიკას და მზადაა გააგრძელოს ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება. კურიერის 3-ზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 6 საათზე შეხვდებით. მანამდე კი ყველას ეხლეს გაეცანით რუსთავი 2.j-ზე.